სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმა ვარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით. მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს უკვე ამ სეზონის ბოლო გადაცემა სადღესასწაულო პერიოდიც გვიახლოვდება. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი დღესასწაულები. წელს ჩვენთან ერთად შეაჯამებენ მოხალისეები Helping Hand-ის სხვადასხვა პროექტის. ესენი არიან ანა სიხაშვილი, ნიკა წიკლაური, ანი კუპრავა, სალომე კაშია და თემო ხოჯაშვილი. მოგესალმებით ყველას. მოდი ანი შენგან დავიწყებ, რადგან ორი ანი ყავს სიხაშვილისგან. თუ შეგიძლია რომ გვითხრა შენი მოხალისეობის ისტორია. შენ პირველ კურსელი ხარ და ზოგადად რომ გაგვეცნო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მოგესალმები, ესმა მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, ვინც ახლა გვიყურებს ლაივში. დიდი მადლობა მინდა გითხრა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს ზოგადად ხარ პირველ კურსელი, ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი ჩემი სხვადასხვა სტატუსების შესახებ. ვარ Flex-ის კურსდამთავრებული მომავალი ლიდერთა გაწვრთნილი პროგრამა და ასევე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, რაც ასევე არის მოხალისეობრივი ინიციატივა. ანუ ფაქტობრივად ორივე რაც ვთქვი, Flex-ის პროგრამაც, ანუ ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში ვიყავი, იქ დაიწყო ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობები. ანუ ამერიკაში ვეზიარე ამ ბედნიერებას, რასაც ქვია, ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო პროცესია ზოგადად მოხალისეობა. მოხალისეობდი სკოლაში, ასევე ჩემი მასპინძელი ოჯახის ეკლესიაში მოხალისეობდი და ასე შემდეგ სხვადასხვა. რას აკეთებდი როგორც მოხალისე? ახალშორის დღეს გამახსენდა შობის დღესასწაულზე მახსოვს რომ შევხვდეთ საჩუქრები. ძალიან სახალისო იყო თვითონ ის პროცესი, როგორ კარგად და ესე სასიამოვნოდ იყო ყველა ჩართული ამ ყველაფერში. ნუ სკოლაში სხვადასხვა, აი მაგალითად იყო რაღაც მომენტები, როცა თვითონ მასწავლებლებს ვეხმარებოდი სხვადასხვა მოსწავლეებთან ანუ უფრო ინტროს კლასელებთან მუშაობისას და ასე შემდეგ. და საქართველოში ეს ჩამოხვედი, მოგინდა რომ გაგეგრძელებინა? როგორ მოგინდა? რატომ გადაწყვეტე რომ გაგეგრძელებინა მოხალისეობა? ხო, იცი, სხვადასხვა ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, იქამდე რაღაც არ მქონდა გააზრებული ეს მოხალისეობის იდეა. ანუ ვერ ხვდებოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რომ დაუბრუნდი უკვე მივხვდი, რომ აქ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება მოხალისეობრივი საქმიანობები, ასე ვთქვათ. გვჭირდება ჩვენს საზოგადოებას და თვითონ ჩვენ ახალგაზრდებსაც, იმიტომ რომ მოხალისეობა არის აი ძალიან ისეთი საინტერესო პროცესი, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ანუ აკეთებ რაღაცა, უანგაროდ აკეთებ რაღაცა კარგ საქმეს სხვისთვის, მაგრამ ასევე შენ თვითონვე იღებ კარგ და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან გამოცდილებას. და როდესაც საქართველოში დავუბრუნდი, გადავწყვიტე რომ რაღაც გამეკეთებინა, განსაკუთრებით იმის მერე, რაც პანდემია დაიწყო, მაშინ როცა ყველასთვის გართულდა სიტუაცია და ყველა სახლში დავსხედით, ასე ვთქვათ. ანუ მინდოდა ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლში იყვნენ, მაინც რაღაცა განვითარებულიყვნენ და ახალი ინფორმაციები მიეღოთ და შევქმნეს ესეთი
პლატფორმა შემწვარი კარტოფილი, ცოტა ისეთი სახალისო სახელია, ანუ გვინდოდა რომ ეს სახალისოც ყოფილიყო, მაგრამ ინფორმაციული, მაგრამ შემწვარი კარტოფილის იდეა იყო ის, რომ მოგვიწია სხვადასხვა ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც ისაუბრებდნენ სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოში არსებობს ახალგაზრდა ადამიანებისთვის და სხვათა შორის ძალიან საინტერესო დისკუსიები გქონდა და საინტერესო და გამოსადეგი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთ-ერთი შეხვედრა სხვათა შორის გქონდა Flexis პროგრამასთან დაკავშირებით და სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებით და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა სახლშია, გარეთ ვეღარ გადის, ვეღარ ესწრება სხვადასხვა საინფორმაციო ივენტებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო, რომ სახელი შეუცვალეთ, თავიდან მას ერქვა 1 საათი ახალგაზრდა აქტივისტთან ერთად და შემდეგ აი მართლა რაღაცა უცებ შემწვარი კარტოფილი და ყველა მეც მათ შორის დავინტერესდი რა ჯგუფია ეს რაღაცა ახალია და ეგრევე შევედი ძალიან კარგი ის მარკეტინგული ესე თქვა გათვლა იყო და ასე მახსოვს რომ გიგა მაქარაშვილი ყავდათ ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ძალიან ცნობადი სახე რაც არ არის მარტივი ჩემი აზრით დამწყები პლატფორმისთვის მართლა ძალიან დიდი წარმატება იყო იმიტომ რომ დღეს ახლა ერთ-ერთი ჟურნალისტი წერდა რაღაცას და გიგას დაუკავშირდით თქო და ევრონიუსის ჟურნალისტია საუბარი ვერ ვუკავშირდებიო სულ დაკავებული არის ან ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა და მართლა იმედი მაქვს რომ უკვე ამ კარტოფილს მალე რა ვიცი რამე სუნელებსაც მოაყრით ყემალსაც მოასხამ და ამ მიმართულებით გააგრძელებ ერთგვარად აქტივიზმს. შემდეგ ერთგვარი გაგრძელებაა ხო ალბათ ამ შემწვარი კარტოფილის უკვე კოვიდიდან თანასწორობისთვის თქვენი პროექტი. კი, ანუ რაღაცნაირად ეს ასე ვთქვათ, შემწვარი კარტოფილი, რომ ასე ვთქვათ, არ ამოწურა თავისთავად, ანუ პირიქით უფრო საინტერესო ხდებოდა, უბრალოდ მე რაღაცა სხვადასხვა საქმეები წამოვიდა, მაგრამ უკვე ანუ მე ვგრძნობდი, რომ მინდოდა აი ეს მოხალისეობრივი საქმიანობა რაღაცაზე ასახულიყო, აი უფრო მასშტაბური ყოფილიყო და უფრო ბევრ ადამიანზე გავსულიყავით და გამოჩნდა Helping Hands as საინტერესო პროექტი, სადაც შემეძლო, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა უფრო მასშტაბური გამეხადა და გადავწყვიტეთ, რომ მე და ნიკოლოზ ციკლავარმა, რომელიც აქ არის დღეს და ისიც ანუ ისაუბრებს უფრო ფცლად იმ პროექტზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რაღაცა ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც ადამიანების ცნობიერებას აამაღლებს და კონკრეტულად შემოპირების შესახებ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ძალიან დაბალია საზოგადოების ცნობიერება შემოპირების შესახებ და მე პირადად როცა მაქვს ამის საშუალება რომ რაღაცა ახალი ვთქვა და რაღაცა ადამიანებს ვესაუბრო ამაზე, მუდმივად ვსაუბრობ, იმიტომ რომ არიციან, ანუ მართლა არიციან. კიდევ გონიათ რომ შემოპირი უნდა იყოს სახლში და ანუ ზოგი არ სწავლობს, არ მუშაობს, არ შეუძლია უბრალოდ არ სწავლობს კი არა, არ შეუძლია სწავლა, ან მუშაობა, ანუ ყველაზე ერთნაირი წარმოდგენა აქვს და არასწორი ასოციაციები უჩნდებათ და თან იცით, აი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გართულდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ანუ ადამიანები გარეთ ვეღარ გამოვდიოდით, ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით და შესაბამისად ეს შემოპირები უფრო სახლში დასხდნენ. ამას პლუს გაგვესვა იმაზეც, რომ არსებობენ ისეთი შეზღუდული საწყობის მქონე პირები, რომლებიც აქამდე სახლში იყვნენ. გარეთ ვერ გადიოდნენ შექმნილი გარემო პირობების გამო და გვინდოდა რომ აი ხალხისთვის დაგვენახებინა აი სახელიც ნახეთ კოვიდი თანასწორობისთვის. რატომ კოვიდი თანასწორობისთვის? იმიტომ რომ კოვიდმა ყველა ადამიანი ერთნაირად შეზღუდა გარეთ გასვლაში, ასე ვთქვათ რა. და გვინდოდა რომ აი აქ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ანუ სწორი დრო ვიპოვეთ, როცა ხალხი სახლში დაჯდა და უბრალოდ შეეძლოთ მოესმინათ. უფრო მეტს უკვე ნიკას ვთხოვ რომ გითხრას ვინ რას აკეთებდით ამ პროექტის ფარგლებში, ვინ იყვნენ თქვენი მსმენელები და როგორ წარიმართა? მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, თუ მაყურებელს ვინც არის.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეს მოკითხვისთვის. რატომ COVID თანასწორობისთვის? COVID თანასწორობისთვის როგორც აღნიშნა, რეალურად კი ვახორციელებით ამ პროექტს. სწორედ იმიტომ, რომ შშმ პირების შესახებ აგვემაღლებინა ცნობიერება საზოგადოებაში და ჩვენ, მოხდა ისე, რომ ჩვენ რეალურად ვიყავით ორივე helping hand-ის მოხალისეები. რომ მოხდა ეს დავრეგისტრირდით ერთად და შემდეგ რადგან უკვე ვიცოდით ერთმანეთზე რომ კი ბატონო ესეც იყო რეგისტრირებული დავიწყეთ უკვე გავაერთიანეთ ჩვენი ძალები ორივე ვიყავით ამერიკაში flex პროგრამით და რა თქმა უნდა ორივეს ჰქონდა უკვე მოხალისეობის გამოცდილება და ჩემი აზრით მოხალისეობის გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო და აქაც დამეხმარა კერძოდ იმიტომ რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მე მინდოდა რამე მოხალისეობრივი პროექტის მოძიება თუმცა ვერ მოახერხე ბევრი არ იყო ეს ასეთი პროექტები და ძალიან გული მწყდებოდა იმიტომ რომ ვიცოდი რა თუ როგორ ფასდებოდა ეს საზღვარგარეთ მაგალითად ამერიკაში შემდეგ გერმანიაში კიდევ როგორ ფასდებოდა ხო და ევროკავშირის ქვეყნებში ზოგადად ძალიან მომინდა რომ საქართველოს დამდგარიყო ამ გზაზე იმიტომ რომ იმეჩნია რომ სწორედაც რომ ახალგაზრდობა მოხალისეობის სახით გამოხატავს უკვე სოლიდარობას ერთმანეთის მხრივ და ასევე ჩემი აზრით ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა ასე რომ ვთქვათ და ზუსტად როგორ უჭერდით მხარს რას აკეთებდით ამ პროექტის ფარგლებში კი ბატონო მოგახსენებთ როგორც აღნიშნა COVID თანასწორობისთვის იბრძოდა თანასწორობისთვის ასე რომ ვთქვათ და როგორ ბევრი პრობლემა არ ჟღერდება საზოგადოებაში სხვა მიზეზების გამო მაგალითად არასწორი რაკურსი არის და უშუალოდ მედიის მხრივ აღებული ან არასწორ აქცენტებს აკეთებენ გაშუქებისას ხო სხვა მიზეზები არსებობს ამის გამო თუმცა ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ თავად შშმ-პირებს ქონდა იმისი რესურსი რომ გაგვეჟღერებინა ეს ჩვენ ინტერესები რეალურად და მიგვეტანა სწორედ ის ინფორმაცია საზოგადოებამდე რის იმიტანაც ჩვენ გსურდა სწორედ ამიტომ დაგვეგმეთ ეს პროექტი დავიწყეთ ტრეინინგ კურსების ჩატარება და უპირველეს ჩვენი დევიზი იყო ის რომ ეს COVID-მა მოგცა შესაძლებლობა რომ რეალურად დაგვენახებინა ხალხისთვის რომ თუ როგორია სახლში ჯდომა იმიტომ რომ შშმ-პირები აქამდე სისხლდნენ სახლში და ახლაც რა თქმა უნდა ყველასთან ერთად ისევ სხედან სახლში გამომდინარე იქიდან რომ პანდემიაა თუმცა საზოგადოების სხვა წევრებს პანდემიამ კარგად დაანახა და ნიკა ამ ლექციებს ესე ძალიან საინტერესოა მე ვიცი რომ ერთ-ერთი მასწავლებელიც კი ესწრებოდა და ასევე შემდეგ კვლევებიც გააკეთეთ და პრეზენტაციებიც ჰქონდათ კი ბატონო ჩვენ ყავდა სხვა კატეგორიის ხალხი და სხვა ასაკის ხალხიც ასევე ყავდა მასწავლებლებიც ყავდა მოსწავლეებიც ყავდა შშმ-პირებიც არაშშმ-პირების სტუდენტებიც იყვნენ რა თქმა უნდა ჩართულები და ძალიან კარგად იყვნენ ჩართულები როგორც მოხალისეების როლში ასევე არამოხალისეების როლში და შემდეგ ბოლოს გავაკეთეთ კვლევები რადგანაც გამოგვიკვირდა თუ რა პრობლემები არის რეალურად სხვა რა პრობლემებს ხედავს საზოგადოება და ჩვენ ჩართეთ მოხალისეები ჩვენი იქიდან გამომდინარე რომ სწორედ ამით ხდებოდა უკვე მოხალისეთა ჩართულობა და სწორედ მოხალისეთა ცოდნის შემოწმება ასე რომ ვთქვათ არა მხოლოდ ცოდნის არამედ ინტერესის გაღვივება საზოგადოებაში რომ ეს პრობლემები არსებობს იკულიონ გარდა ამისა კვლევებთან დაკავშირებით ვინაიდან და რადგანაც შშმ-პირთა საკითხები არც თუ ისე ჟღერდება ხოლმე საზოგადოებაში რადგანაც ვახორციელებით ამ პროექტს მივიჩნიეთ რომ თავისთავად უნდა განხორციელებულიყო კვლევები იქიდან გამომდინარე რომ ზუსტად ენახა საზოგადოებას არაოფიციალური მხრიდან თუ რა პრობლემები არის რეალურად და ამ კვლევებს შემდეგ რას უპირებთ რამე გეგმა თუ გაქვთ სადმე გამოქვეყნების კი მოგახსენებ ეს კაი შეკითხვა არის უპირველეს ყოვლისა ამ კვლევებით ძალიან კარგი შედეგები დადგინდა ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოვლინდა და რასაც ვაპირებთ ახლა ჩვენ ამ ეტაპზე არის ის რომ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა თუ რას სხვა რა საქმიანობას განვახორციელებთ უკვე ამ კუთხით მაგალითად შეიძლება განათლების სფეროში დაიდო ძალიან კარგი შედეგები და საინტერესო შედეგები აქედან გამომდინარე შეიძლება მიმართოთ კიდევაც სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ჩვენ ახლა მსჯელობთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე რაც შეიძლება გადაიდგას და აქედან გამომდინარე COVID თანასწორობისთვის არ დასრულდება COVID პანდემიის დასრულების შემდეგ მან უბრალოდ შეიძლება სახელი შეიცვალოს და ის განაგრძობს საქმიანობას რადგანაც ჩვენ
ვფიქრობთ და ჩვენი აზრით ის ახორციელებს ნამდვილად კარგ საქმიანობას საზოგადოებისათვის, აქედან გამომდინარე გააგრძელებს ის საქმიანობას. ხო, ძალიან საინტერესო ლექციები იყო, მეც ზოგიერთს ვესწრებოდი, ზოგიერთს ვატარებდი, მაგალითად შიშიმ ქალების უფლებებზე, უსინათლოების საჭიროებზე, კრუპირების, შიშიმ ბავშვების, აუტისტური სპექტრის მქონე პირების, დაუნის სინდრომის და ასე შემდეგ. და ეს იყო საინტერესო, რომ ზოგადად შიშიმ პირი კი არ იძახდნენ ის მოხსენებლები, ვინც ყავდათ, არამედ კონკრეტული ჯგუფების კონკრეტულ საჭიროებებს ასახავდა და მართლაც მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ამ საქმეში, რომ მომავალშიც გაგრძელდეს. თუმცა სოციალური ღონისძიებები და საგანმანათლებლო უფლებებზე დაფუძნებული ამით არ ამოწურულა. მე ახლა სალომეს მინდა ვკითხო კაშიას, რომ მოგვიყვეს რა საქმიანობს და რა გააკეთა Helping Hands პროექტის ფარგლებში გოგონებისთვის. Iach, პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მოგესალმებით. მე ვარ სალომე კაშია 15 წლის. ზოგადად ყოველთვის ძალიან დაინტერესებული ვიყავი არაფორმალური განათლებით და ისიც ჩაისახა იდეა, რომ გამაკეთებინა პროექტი გოგონებისთვის, რომელიც შეძლებდა, რომ მათთვის მიეცა არაფორმალური განათლება. მაშინ უკვე წამოვიდა იდეა, რომ შეგვექმნა პროექტი სახელად გოგონებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მე და ჩემი თანაორგანიზატორები ვუწევდით ორგანიზებას ტრენინგებს, რომლებითაც ჩვენმა მონაწილეებმა ისწავლეს საჯაროდ გამოსვლები, პრეზენტაციების წერა და ასე შემდეგ. ასევე მიმდინარეობდა დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, როგორიც არის ქალთა უფლებები, ტაბუები, სტერეოტიპები და ასე შემდეგ და უკვე პროექტის დასაწყისს ყავდნენ მოწვეული სტუმრები. მათ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და თავიანთი წარმატების ფორმულაზე, ასე რომ ვთქვათ. პროექტს ჰქონდა ორი სესია. და პირველი იყო ზალდასტანიშვილის აკადემიაში და შემდეგ უკვე COVID პანდემიის გამო მოგვიწია გადასვლა ონლაინ სივრცეზე. კი, მათ შორის თიკო მესხიც ყავდათ Helping Hands ერთ-ერთი დამფუძნებელი. სალომე, რა კითხვები დაისვა ამ პროექტის ფარგლებში? აი, გოგოები რომ უსმენდნენ ამ ინფორმაციებს, რამ დაინტერესეთ ყველაზე მეტად? ან თქვენთვის პირადად რა იყო ყველაზე ისეთი აღმოჩენა? როდესაც პირველივე დღესვე გოგონებმა აქტიურად დაიწყეს დისკუსიებში ჩართვა, უკვე იყო ძალიან დადებითი მუხტი წამოვიდა მათგან და საერთოდ ასე ვთქვათ, ყველა თემაზე გამოხატავდნენ დიდი ინტერესს. აქედან გამომდინარე, უკვე დაიწყო აქტიურად საუბარი ქალთა უფლებებზე, სტერეოტიპებზე და ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ინტერესი მათგან. ზუსტად შენი პროექტი ერთგვარად გავდა ანის და ნიკას პროექტს იმაში, რომ ადამიანის უფლებებს განიხილავდით კონკრეტული ჯგუფის, ხო, თუ ისინი შიშიმ პირების მიმართ თქვენ უფრო ქალების კუთხით კონცენტრირდით და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. შემდეგი არაფორმალურ საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს ასევე თემო, თუ შეგიძლია რომ გითხრა შენი პროექტის შესახებ უფრო მეტი, ასევე შენ გაქვს ორგანიზაცია და იმაზეც რომ გვიამბო. მოგესალმებით, როგორც ის მოგითხრათ, მე თემო ახოჯაშვილი. პირველ რიგში მადლობა ესმა იმისთვის, რომ მომიწვიეთ და დამითმეთ რომ ვისაუბრო ჩემ მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მივესალმებით ჩემ ლაივ მაყურებელს. კი, არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს, როგორც აღნიშნეთ, ცოდნა ძალა, ვატარებთ პროექტებს, ღონისძიებებს, გვყავს სპონსორები, რომლებიც გამარჯვებულს გადაცემენ საჩუქრებს და ასე მოკლედ დიდ ამბებში ვართ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბოლო პროექტთან დაკავშირებით, ბოლო პროექტს, რომელსაც სახელად ნაბიჯი განვითარებისკენ ერქვა, ერთკვირიანი პროექტი იყო, გუშინ დავამთავრეთ. ძალიან საინტერესო იყო, 4 ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა, გიორგი კეკელიძე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ასევე ყავდა მაგალითად მერიტ არიელაშვილი, კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ჯიაძე, ბლოგერი, პერსონალური ბლოგერი და ბოლოს დავასრულეთ შეხვედრა, ასე ვთქვათ, პირველი სამაუწყებლო არხის ერთ-ერთ
თავმჯდომარესთან თაობათა დიალოგის ხელმძღვანელთან ორგანიზაცია არის თაობათა დიალოგი და მის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძესთან და ეს პროექტი იყო ფასიანი სხვათა შორის და შემოსული თანხა საკმაოდ დიდი თანხა შემოვიდა გადაერიცხა ერთ პატარა 10 წლის ბავშვს რომელსაც ვლისპირის გადანერგვა ესაჭიროებოდა ახლა ის სოფლებში იმყოფება და მცირედი წვლილი შევიტანეთ ჩვენ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ასე ვთქვათ და მოხალისეობასთან დაკავშირებით შეუძლებელია ვთქვა ჩემი დამოკიდებულება მოხალისეობას მევეძახი ორმაგ ბედნიერებას და რატო როცა შენ ადამიანს აბედნიერებ რაღაცა მის ხორებაში მცირე წვლილი შეგაგდა მის ბედნიერ სახეს უყურებ და შენზეც გადმოდის თითქოს აი ეს ბედნიერი ემოცია ის სიხარული და შენს ბედნიერს ხდის და უფრო მეტად მოტივირებული ხარ რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ახალგაზრდა გაახარო გააბედნიერო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების იმედი მისცე აი ძალიან საინტერესო არის რომ უკვე ამ პროექტში შემოვიდა სოციალური კომპონენტიც გარკვეულწილად და მართლაც რომ შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი მამოტივირებელია ყველა ადამიანისთვის თავის მოხალისეობრივ საქმიანობაში როცა ხედავს რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა მე მინდა ანასთან გადავიდე კუპრავასთან რომ მანაც გითხრეს თავისი სოციალური პროექტის შესახებ რომელშიც აქტიურად არის ჩართული და მე ვფიქრობ რომ პანდემიის დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის რასაც ანა აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, დაკარგა დამხმარე, მომვლელი, იზოლაციის და ვირუსის ესეთ გადმოდების შიშის გამო. ანა, თუ შეგიძლია უფრო მეტი რომ გითხრა. პირველ რიგში ესმა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისთვის, მივესალმები დამსწრეს საზოგადოებას და მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა თქვენთვის გამეზიარებინა. პირველ რიგში გაგაცნობთ ჩემ თავს, მე ვარ ანა კუპრავა, 15 წლის, ქალაქ თბილისიდან, სწავლობ 44 საჯარო სკოლაში და ვარ მე-10 კლასის მოსწავლე, დაინტერესებული ვარ არაფორმალური განათლებით და ამ მხრივ ახორციელებ ძალიან ბევრ პროექტს ჩემს თემთან ერთად, ასევე სკოლის კლუბთან ერთად, ვარ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ძირითადად მუშაობ ისეთი კუთხით, როგორც არის თანასწორობა, ქალთა უფლებები, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ. მინდა აღნიშნო, რომ 2020 წელი მიუხედავად ძალიან ბევრი დაბრკოლებისა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, რომ გამხდარიყავი თუნდაც ამ ორგანიზაციების წევრი და ყველაზე მეტად, რაც შემთხვევაში ალბათ უდიდეს ადგილს დაიკავებს, იყო ის, რომ მე წელს გავხდი 2020 წლის საუკეთესო მოხალისე სოციალურ სფეროში 18 წამდე ასაკობრივ კატეგორიაში და სწორედ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად იყო სოციალურ სფეროში და პანდემიამ ასე ვთქვათ დამანახა მოხალისეობის აუცილებლობა და ის შედეგი, რასაც რეალურად მოხალისეობა დებს. და ამ მხრივ მინდა აღნიშნო, რომ ვინაიდან COVID-19 პერიოდში ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა და აქ არ მაქვს საუბარი მხოლოდ მატერიალური კუთხით, არამედ საუბარი მაქვს როგორც სულიერი განვითარების მხრივ, აი სულიერი კავშირის მხრივ, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ გასულიყვნენ გარეთ, ქონოდათ ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან და ასე ვთქვათ ის მხსნელი გზა, რომელიც მათთვის დარჩა ვიყავი მე ჩემს მოხალისეებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ერთად ვეხმარებოდით ამ ადამიანებს და ძირითადად მინდა აღნიშნო, რომ ვცდილობ ყოველთვის დავეხმარო შშმ პირებს, პროექტებსაც ხშირად ვახორციელებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან და ჯამში ჩემი პროექტებიდან გამომდინარე მე დავეხმარე დაახლოებით 100-მდე ადამიანს და ძალიან მიხარია და უფრო კონკრეტულად ანი როგორ ეხმარებოდით, რას აკეთებდით და ასევე თანხებს როგორ აგროვებდით ამ დახმარებისთვის? დიახ, მოკლედ ჩემი რამდენიმე პროექტიდან გამომდინარე, ეს არის სხვისი დახმარება შენივე ბედნიერების ტოლფასია,
ჩვენ ერთად შევძლებთ, გავინაწილოთ სიტყვა ერთმანეთს და ასევე ჩემს მეგობართან ერთად ვახორციელებთ საქველმოქმედო მიზნების კვალდაკვალ და ამ პროექტების თანხებს, ასე ვთქვათ, ჩვენი დანაზოგიდან ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთებს, რომელიც შეიძლება შემდეგ უკვე ამ ოჯახებისთვის მიგვეტანა და ეს მატერიალური დახმარებაც ძირითადად ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან იყო, თუმცა ასე უნდა აღვნიშნო, რომ Helping Hands საგრანტო პროექტები გვაძლევდა იმ შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, ფინანსური საკითხით შეგვეძინა ესეთი ნივთები, რომლებიც დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ იმ პროექტის განვითარებაში, არამედ სხვა პროექტებში დიდ როლს შეიტანდა. ასე რომ ფინანსური საკითხში, როგორც ჩვენი ასევე ორგანიზაციის დახმარებით, ბევრი რამ გაკეთდა, მატერიალურად ვეხმარებოდით ოჯახებს, თუმცა ყველაზე მეტად რაც მინდა აღვნიშნო, მატერიალთან რაც აი სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საკანცელერიო ნივთები, ამასთან ერთად ჩვენ მათ სულიერად ვამაღლებდით და ვამხიარულებდით. ვცდილობდით, რომ მათი განწყობა აგვემაღლებინა და ეს გამოისახებოდა როგორც ჩვენ დავარქვით მოხალისეებმა მინი კონცერტებით. მე მაქვს უნარი რომ დავუკრავ გიტარაზე, ფორტეპიანოზე, მეგობრებთან ერთად ვიმღერო, ასევე ვიცეკო და სწორედ ამ ყველა უნარს, ასე ვთქვათ, მოხალისეობა მომცა შესაძლებლობა, რომ ის უნარები, რომლებიც დიდი პერიოდის განმავლობაში ჩემში იყო დაგროვებული, ერთ სფეროში მომექცია და გამომეყენებინა. როგორ ეძებდით დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს? დიახ, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დავიწყე იმ საზოგადოების დახმარებით, რომლითაც ხედავდი ჩემს გარშემო. ხედავდი, როგორ უჭირდათ ადამიანებს, ოჯახებს, მეზობლებს, ნაცნობებს და აი ასე ვცდილობდი, რომ დავხმარებოდით. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო განვითარების ცენტრის ვიდეოების საშუალებითაც პოულობდით სხვადასხვა ოჯახს და მათაც ვეხმარებოდით. ქუჩაში შემკვეთ ადამიანებსაც ვისაც ხედავდით, იმათაც ვეხმარებოდით და საბოლოო ჯამში ასე მოვახერხეთ, რომ 100-მდე ადამიანს დავხმარებოდით. დიახ. ხო, ძალიან საინტერესო არის ისიც, რომ მაგალითად სახლების დაალაგებაში ეხმარებოდით მოხუცებსა და შიშიმოპირებს, იმიტომ რომ ეხლა ერთ-ერთი შიშიმოპირის განცხადებით, ზუსტად იმის გამო, რომ უკვე ნათესავები, ნაცნობები ვეღარ მოდიოდნენ მასთან, ელემენტარული ნაგვის გამტანი აღარ ყავდა მკაცრი შეზღუდვების დროს და ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მოკლედ გადაცემის ბოლოს ყოველთვის ვსვამ ესეთ კითხვას, თუ რა არის ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით ვაჯამებთ. თუმცა დღეს გამორჩეული გადაცემაა იმით, რომ ეს ბოლო გადაცემა ამ წელს, ამ სეზონში და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ ბედნიერი ახალი წელი შობა, წინასწარ მიულოცოთ დამდეგი დღესასწაულები და ამიტომ თქვენ ხვდათ წილად ესეთი დამატებითი პასუხისგებლობა ყველას, რომ შეაჯამოთ წელი, რა გაკეთდა, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი წელს და რას ისურვებდით როგორც ახალგაზრდები, რომ მოხდეს ან არ მოხდეს მომავალ წელს. როგორი იყო ეს წელი, როგორი გინდათ რომ იყოს შემდეგი. მოდი ნიკა, შენგან დავიწყებთ. კი ბატონო, დავიწყებ. პირველს ყოვლისა, რადგან დღეს არის ბოლო გადაცემა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ყველას შობა ახალი წელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მძიმე წელი იყო და გამოწვევებით სავსე წელი იყო, პირველს ყოვლისა, რომ პანდემიის გამო. თუმცა მაინც აყოფილა ეს წელი ასე უხმად ჩავლილი. და ამ წელმა დაგვანახა ძალიან ბევრი რამ, რომ ერთად ყოფნა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ასეთი დიდი პანდემია მძვინვარებს მსოფლიოში და არ არის აუცილებელი, რომ ერთად ყოფნისათვის ყველა ვიყოთ გარეთ ფიზიკურად ერთად და ასე შემდეგ. მით უმეტეს, რომ ესაც დღეს შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შევერთეთ ჩვენთვის სასარგებლო პროექტებს, განახორციელოთ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მაგალითი არის სწორედ ეს მოხალისეობრივი პროექტები, რომლებსაც ახალგაზრდები ახორციელებენ და ჩემი აზრით მომავალი წლისათვის მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის ის, რომ რა თქმა უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები და რა თქმა უნდა მოძებნონ პროექტები, მოძებნონ თავიანთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტები ჩაერთონ მათში, იმიტომ რომ ისინი მიიღებენ ამით ძალიან დიდ გამოცდილებას. და რეალურად სწორედ ეს არის განვითარების ჩემი აზრით საფუძველი და გზა საქართველოსათვის და ამიტომ აქედან გამომდინარე მიმაჩნია რომ ეს არის ის რაც ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდებს მომავალ წელს.
მოდი, ახლა თემოს ვკითხოთ, რას ფიქრობს, როგორი იყო წლევანდელი წელი და როგორი უნდა იყოს შემდეგი? წლევანდელი წელი ძალიან შეიძლება ითქვას, რომ მე ძალიან თული კითხვაა, რადგან ყველაფერი ცუდთან ერთად იყო ძალიან კარგი რამ. მაგალითად, გავიცანი ძალიან ბევრი მეგობარი, ახალგაზრდა, რომელიც კითილსაქმეებში ჩადიან და როცა შენ უყურებ შენ მეგობარ ქართველს, როცა ასეთ კარგ საქმეში ჩადის, რაღაცა გული გიწბება და რა მაგარია, რომ ქართველი ვარ, ესეთი ბრძნობა გიჩება. თქვენ შორის არ ვიცოდი რა იყო მოხალისეობა. მოხალისეობა ვიცოდი მარტო ამერიკაში, გერმანიაში და არ ვიცოდი საქართველოში ეს იყო თუ არა საერთოდ, მაგრამ დავინახე. კარანტინმა ეს ყველაფერი დამანახა ის მეგობრები, რომლებიც ამ საქმეს ურმე არა ერთი და არა ორი, არამედ მთელი ცხოვრება ამას მისდევენ მოხალისეობას და მიხარია რომ მეც გავხდი მოხალისე. და რა მინდა იყოს მომავალში, ხო? არ გვინდა იმ პრობლემებზე საუბარი, რაც ახლა არის. გულწრფელად გეუბნებით, მოსაბეზრებელი არის ვირუსზე საუბარი და ეს პირველ რიგში არ მინდა იყოს, მაგრამ ეს ცოტა დიდი მოთხოვნილება ამ ფესვამ მეთაფებით მგონი. მინდა რომ შემოპირები იყვნენ უფრო მეტად რა გამოყოფილი საზოგადოება არ იყოს. მინდა რომ მათ უფრო მეტი უფლებები მისცენ და არ კონდეთ ხვალინდელი დღის მოლოდინის რაღაცა აი მე როგორ შეიძლება ქუჩაში გავიდე, აი ის დამცილის და აი ეს არ მინდა რომ იყოს და არ მინდა რომ ეს კატეგორია ეს ჯგუფი რაღაც გამოყოფილი იყოს. და ასევე მეც ვისარგებლებ ამ მომენტით და მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. ეს წელი ყოფილიყოს თქვენი ჩვენი ყველას ბედნიერების, სიხარულის, ჯანმრთელობის და ყველაფრის საუკეთესოს მომტანი. მადლობა, შემოპირებს ნამდვილად გვჭირდება მეტი ჩართულობა საზოგადოებაში, მეტი ხილვადობა და მეტი როლი იმისთვის, რომ რაღაც ჩანდეს, რომ ჩვენც არ ვართ უბრალოდ რაღაც ობიექტები, არამედ შეგვიძლია მათ შორის ვიმოხალისეოთ და მათ შორის სხვებსაც დავეხმაროთ გარკვეულწილად და სწორედ ეს არის ურთიერთდამოკიდებულების რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ვართ ჩვენ არ ცხოვრობთ არც ერთი უკაცრიელ კონძულზე და გარკვეულწილად ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. სალომე, შენთვის როგორი იყო ეს წელი და როგორი უნდა იყოს შემდეგი? იქიდან გამომდინარე, რომ წელს თითქმის მთელი წელი მოგვიწია სახლში ჯდომა. წლევანდელი წელი იყო საკმაოდ სტრესული, ვფიქრობ, რომ ყველასთვის ასე იყო. და მაგრამ აქედან ამის მიუხედავად ვფიქრობ ძალიან პროდუქტიული წელი იყო პირადად ჩემთვის და ესაა სხვა მოხალისეებისთვისაც, რადგან მე უკვე COVID პანდემიის პირობებში დავიწყე მოხალისეობა. COVID პანდემიის პირობებში გავიგე თუ რას ნიშნავს ვიყო მოხალისე და ვისწავლე როგორ დავწერო საკუთარი პროექტი. მომეცა შესაძლებლობა შემეძინა ძალიან ბევრი მეგობარი და გამიზიარებინა ჩემი ცოდნა სხვა ადამიანებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 2020 წელი ძალიან სტრესული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ძალიან დადებითად დამუხტული წელი და მინდა რომ 2021 წელს უკვე შეგვეძლოს, ასე რომ ვთქვათ, გარეთ გასვლა, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ უსმენდნენ და მინდა რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, რომ აიმაღოს საკუთარი ხმა და უკვე თავისით დაიწყოს რაიმის უკეთესობისკენ შეცდომა. ანის სიხაშვილს მინდა ვკითხო იგივე. იცი რა ის მე ზოგადად ყოველთვის ყველაფერში ვხედავ რაღაც დადებით და მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი უარყოფითი ქონდა ამ წელს თავისებურად ქონდა ასევე ბევრი დადებით იცი იმიტომ რომ აი ფაქტობრივად სამყარო გადავიდა სხვა ცხოვრებაში აი ამან მოგვცა იმის საშუალება რომ ახალი რაღაცები გვესწავლა ანუ ადამიანები რომლებიც რაღაცებს ვერ წარმოიდგენდნენ რომ სწავლიდნენ და არ ისწავლიდნენ, მათ ისწავლეს ის რაღაცები, ანუ არ ვიცი, ზოგმა ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო, ზოგმა არ ვიცი, სახლში ჯდომა ისწავლა. ბევრი რამ არის ასე ვთქვათ და მგონია რომ ეს წელი მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, მაინც რაღაცნაირად მაინც გადავლახეთ და მე პირადად თუნდაც ეს მოხალისეობრივი საქმიანობები დამეხმარა ძალიან, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როცა მე მოხალისეობ, ვიღებ ძალიან დიდ
სიამოვნებას და ეს არის მნიშვნელოვანი საერთოდ მოხალისეობაშიც და რაც შეეხება ახალი ვიდრე კონკრეტულად გადავიდოდე თუ რა მინდა მომავალ წელს იყოს იქამდე მივულოცა ყველას წინასწარ ახალ წელს და მინდა რომ რაღაცა ნათელი წელი გქონდეს ყველას და უფრო მეტად გაიგონ ჩვენი ხმა კი იმიტომ რომ ახალგაზრდებს სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ არ გვაქვს ასე ვთქვათ ჩვენი სიტყვის თქმის საშუალება ისე კარგად როგორც უნდა იყოს და მე მინდა რომ სხვა ახალგაზრდებს მოვუწოდო რომ ახლა ჩვენს ქვეყანას და ზოგადად სოფლიოს ძალიან სჭირდება ისეთი ადამიანები როგორებიც ვართ ჩვენ და რას გულისხმობ ისეთ სოფლიოს სჭირდება მოხალისეები იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა მოვუწოდებ ყველას რომ რაც შეიძლება მეტ მოხალისეობრივ პროექტში ჩართონ პროექტი არ არის რა მთავარი შეიძლება ისე იმოხალისაო რაღაც ყველანაირი ჩარჩოს გარეშე შეიძლება სულ არ იყოს ორგანიზაცია და უბრალოდ ადგე და შენით გააკეთო რაღაც და ეს არ არის ცუდი პირიქით. ამით მიიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას და რაც თავარია, ზუსტად ვიცი რომ დაგიფასდებათ. დაგიფასდებათ იმით რომ შენს ქვეყანას დაეხმარები. და მეორე ანასაც იგივე კითხვა მინდა დაუსვა, ის ბოლო იქნება დღევანდელ გადაცემაში და ბოლო შეაჯამებს წლევანდელ წელს და მომავალსაც. მე მინდა აღნიშნო, რომ ეს წელი ყველა უარყოფითთან იყო. უარყოფითთან ერთად იყო ძალიან ბევრი ახალი უნარის აღმოჩენის წელი. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის იყო დიდი შესაძლებლობა, ვინაიდან ჩვენ მეტი დრო გვქონდა, ასე ვთქვათ, ჩვენი თავისთვის გვეზრუნა, ჩვენთვის გვემოქმედა და ჩვენ თვითონ განვითარებულიყავით და ასევე მინდა აღნიშნო, რომ ამ წელმა მე მაგრძნობინა თავი აქტიურ მოქალაქედ რეალურად შევასრულე ის მიზანი, რაც ყოველთვის მქონდა, რომ ვიღაცისთვის საჭიროდ მევზნო თავი, ვისწავლე რამდენად რთული ყოფილა ცხოვრება და რეალურად ის, რასაც მე ვხედავ გარშემო, რომ ყველა სახეზე ღიმილი არის და ყველა იცის, რეალურად ესე არ არის. და ძალიან ბევრს ძალიან უჭირს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და სწორედ მოხალისეები უნდა გავძლიერდეთ, ასე ვთქვათ, ერთმანეთის სიყვარული და სიტყვოთი უნდა მოვახერხოთ, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და რაც შეეხება შემდეგ წელს, მინდა რომ ეს ყველასთვის იყოს ახალი შესაძლებლობების წელი, თანასწორობის წელი და აქ არ იყოს საუბარი არანაირ ჯგუფზე, გარკვეულ უნარების შეზღუდვაზე, არამედ ყველას, აბსოლუტურად ყველას ქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა განვითარების და ჩვენ ყველამ, ასე ვთქვათ, იდეალურ სოფლიოში ვიცხოვროთ, ყველას გისურვებთ წარმატებებს, დამდეგშობა ახალ წელს და ბედნიერებას. ინკლუზია, მეტი ჩართულობა, მოხალისეობა, გარეთ გასვლა, რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნა, ეს ის იყო, რაც მომავალი წლისთვის ისურვეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, ჰორიზონტს მიღმა ამ წელს იყო ერთგვარი ახალგაზრდების ხმა, რადიო ჩემს ხმაზე. ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდებს ვიწვევდით სტუმრებად ამ 12 გადაცემის განმავლობაში და მართლაც მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ადამიანს ძალიან ბევრი რამე შეუძლია, ის ბევრ რამეს ეჩვევა, ბევრ რამეს უძლებს მართლაც რომ, იმიტომ რომ მართლა იმ საშინელების მიუხედავად რაც ტრიალებს კოვიდის სახით ადამიანები ავადდებიან, ზოგი სახლებში არის გამოკეტილი უმრავლესობა ჩვენგანი იზოლაციაში, ამის გამო მენტალურადაც ძალიან რთული და მძიმეა, თუმცა ამის მიუხედავად აგერ მარტო ამ ერთ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენი რამ კეთდება და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ცხოვრება წინ მიდის და სწორედ ამას ვისურვებდი 2021 წელს მეც, რომ ცხოვრება უფრო წინ წავიდეს კარგი გაგებით და აი ამ პოზიტიურ ნოტაზე მინდა რომ ამ წელს და ამ სეზონში დაგემშვიდობოთ ჩვენ მომავალ წელს უკვე და არა მომავალ პარასკევს, იმიტომ რომ მომავალი პარასკევი პრინციპში უკვე 1 იანვარი არის შემდეგი წლის დასაწყისი. ამიტომ შემდეგ წელს შევხვდებით. იმედი მაქვს ეს გადაცემა განახლდება და დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო და თუნდაც ამ წამს
შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.